თანხის პირობაზე არაფერი არ ვიცით და ჯერჯერობით გზა იგება. მაგრამ ეს გზის დაგება ადრეც იყო დაწყებული. საუბარი არის ასევე სარიტუალო დარბაზის მშენებლობისთვის, ასევე აი ამ ყოლა დარბაზისთვის სპორტული კომპლექსი რაღაც რემონტი. საუბარი არის, მაგრამ სრული ინფორმაცია ჩვენ არ ვიცით ჯერ. სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა არც მათგანში. არა, ჯერჯერობით არა. 2011-ში სისტატასა არა მახსოვს, მე მგონი სადღაც 80,000-მდე იყო რა. დიახ. დიახ. ბატონო კახა, ასევე ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს ხელს არსებული მასალებით 77,190 ლარი იყო სულ გამოყოფილი და მათგან უნდა მოხმარებული იყო. დიახ, ეს თანხა უნდა მოხმარებული იყო როგორც სარიტუალო დარბაზის მშენებლობას, ასევე ძალიან ბევრი გაუქმებული საწარმოები. და გაკეთებული იყო წყლის სისტემა ცენტრალური ბიუჯეტიდან. დიახ. და იმ შემთხვევაში უნდა დახარჯული იყო ფული სარიტუალო დარბაზის მშენებლობისთვის და მოწესრიგებისთვის, მაგრამ მე ის არ მოხდა დამატებით თანხის გამოყოფა. და პრიორიტეტი რაც იყო განსაზღვრული, პარკში დაიხარჯა ეს თანხები რა. ჩვენ ნატანების წყლის პრობლემის ესე მოგვარება ადვილი არ არის რა. უბრალოდ რამდენიმე უბანში მოგვარებული, რამდენიმე მოსაგვარებელია. ბატონო კახა, წელი ფაქტურად დასრულდა უკვე და როდის უნდა დამთავრებული იყო ეს პროექტი? რატომ არ მოგვარდა აქამდე? რომელი პროექტია დამთავრებული? აი 2011 წელს ხომ იყო ეს სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გათვალისწინებული, ფაქტურად ერთი წელი სადაც იყო პროექტი გაკეთებული, იქ მოგვარებულია წყლის სისტემის ამბავი. და ნატანები არის დიდი სოფელი. დიახ. ყველა სკოლა მოგვარებდა 77,000 ლარი. სოლიდური თანხაა ნატანებში გამოყოფილი საქორწინო სახლის რიტუალების სახლის რემონტისათვის. ეს არის 79,000 ლარი დაახლოებით და იქ არაფერი არ არის გაკეთებული, მაგრამ დოკუმენტაციაში არსებობს ესეთი რაღაც, ჩვენ ეს პრესით ვიცით, რომ ეს შედგა დარბის საერთო კრება და კრება მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს გაერემონტებინათ ეს საქორწინო და თუ კი კრებამ მიიღო ეს დადგენილება, მერე ის კრების გარეშე აი ეს არაფრით არ შეიძლება შეცვლილიყო და ვიღაცას თავისი ნებით ერთი დანიშნულებიდან მეორე დანიშნულებაში გადაეტანათ, მაგრამ პრინციპში ის არის, რომ ეს 78,000 ლარი გაქრა არსად არ არის. ჩვენც აქ ადგილზე მუნიციპალიტეტში როცა ვითხოვეთ მასალები ეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით რაც არის, ნატანების რატომღაც არ გადმოგცეს. ეჭვი მაქვს ძალიან ესეთი ეჭვი მაქვს, რომ ეთყობა ნატანებში ყველაზე მეტად არის ამღვრეული წყალი, იმიტომ რომ ის დიდი სოფელია და საკმაოდ დიდი თანხებია იქ გაწერილი და დარწმუნებული ვარ, რატომღაც რომ იქ არაფერი არ არის გაკეთებული იმ თანხებით, რა თანხებით იქნა გადმორიცხული. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ვამზადებთ არჩევს და ალბათ შესაბამისმა ორგანოებმა ეს აუცილებლად უნდა შეისწავლოს.